არის წინამზე ვისაც გახსოვთ შაბათ საუბრობდით სხვადასხვა დაავადებების შესახებ და ზუსტად აი ამ თემის გაგრძელება სხვათა შორის წინა ეთერში ვამბობთ რომ უნდა მოგვენიშნა რამდენიმე თემა და ერთ-ერთი იყო სწორედ ბიპოლარული აშლილობა რაც მგონია რომ ისეთი განსახილველი თემა იმიტომ რომ ნებისმიერი ადამიანი შეიძლება მეც და ბექაც ხშირად ვამბობთ რომ აი რაღაცა ბიპოლარი გავხდიან ბიპოლარული აშლილობა მაქვს და ამიტომ აუცილებელია რომ გავიგოთ ეს ზუსტად რას ნიშნავს და როგორ შეიძლება რომ ამოვიცნოთ ეს ყველაფერი და ამას რა თქმა უნდა ვერ აკეთებს ვერავინ გარდა პროფესიონალისა გუგა სიხარულიძე ფსიქიატრი პროფესორი გვერდება მოგესალმებით როგორ ხართ მადლობა რა გიშავს მადლობა აი რა ბიპოლარ პიკზე ვართ ბიპოლარული აშლილობის დღეს ვლაპარაკობ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე და ხო ძალიან აქტუალური გახდა ბოლო დროს და საერთოდ სხვადასხვა სახელით იყო ხო ცნობილი ეს აშლილობა რას ნიშნავს რა სიმპტომებია და რა სიმპტომები ახლავს მასთან ეს არის ყველა საინტერესო პირადად ჩემთვის და კი როგორ უნდა ამოვიცნოთ და მაყურებლებისთვისაც როგორ უნდა ამოვიცნოთ ბიპოლარული აშლილობა მართლა ძალიან აქტუალური და საინტერესო თემაა მით უმეტეს რომ დღეს აი ამ ბიპოლარზე ძალიან ხშირად საუბრობენ ადამიანები და ჩვენ წინა გადაცემის კონტექსტი რო გავაგრძელოთ სადაც საუბრობდით ასე ვთქვათ არასწორ დიაგნოსტირებაზე ესეც აი ამ კონტექსტში აუცილებელია რომ განვიხილოთ იმიტომ რომ ბოლო პერიოდია ძალიან გახშირდა ის რომ თვითდიაგნოსტიკა ხდება ბიპოლარის ძირითადად ახალგაზრდები შედიან სიმპტომებს იძიებენ ანუ ინტერნეტში და მათ ხშირად გონიათ რომ აქვთ ბიპოლარული აშლილობა რომელიც ხშირ შემთხვევაში ასე არ არის იმიტომ რომ ბიპოლარული აშლილობა არის საკმაოდ სერიოზული ქრონიკული დაავადება მკვეთრად გამოხატული სიმპტომები და ამ სიმპტომების ჩარჩოებით ანუ თუ ამ კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს ამ შემთხვევაში ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზი არისმევა. თან როდესაც ისმევა ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზი ყოველთვის ის საჭიროს მუდმივ ანუ სიცოცხლის განმავლობაში მკურნალობას. ამიტომ ძალიან დიდი ბოლომდე განკურნებადი არ არის მედიკამენტების მართვა ხდება ამაზე ალბათ ბოლოს კიდე ერთხელ მიუბრუნდებით და ალბათ ერთი რუბრიკა საერთოდ აი განკურნება არ განკურნების თემას და გავაკეთოთ იმიტომ რომ აი ეს ტერმინოლოგიის გამოყენება ხშირ შემთხვევაში არასწორად ხდება ხოლმე განკურნებადი არის მაგრამ მართვადია და ადამიანს შეუძლია სრულფასოვნად იცხოვროს აბსოლუტურად თუ მიიღებს შესაბამის კვალიფიციურ დახმარებას როგორც მედიკამენტოს ასევე ფსიქოთერაპიას რაც შეეხება თვითონ ბიპოლარულ აშლილობას კი სხვადასხვა სახელით ისტორიის განმავლობაში თქვა მანიაკალურ დეპრესიული ფსიქოზი და ასე შემდეგ დღეს ქვია ბიპოლარული აშლილობა რა ძალიან კარგად ასახავს თვითონ დაავადების ანუ შინაარსს რაშიც მდგომარეობს ანუ ორ პოლუსიანი დაავადება და ეს ორი პოლუსი გამოიხატება გუნებგანწყობის უკიდურესად პოლარიზებულ განსხვავებულ ურთიერთსაპირისპირო მდგომარეობაში ერთის მხრივ ეს არის დეპრესია და დეპრესია მეტნაკლებად ყველამ კარგად ვიცით რას გულისხმობს ეს არის უხალისობა, უენერგიობა, мотиваციის ნაკლებობა, სიამოვნების მიღების დაქვეითება, აქტივობის დაქვეითება, ენერგიის დაქვეითება, ყველაფერი თქვათ ასოციაციები, საუბრის ტემპი შენელებულია, ასე შემდეგ მადა ხშირ შემთხვევაში დაქვეითებული და ეს არის ძირითადი დეპრესიის სიმპტომები. უიმედობა აქვს ადამიანს მომავალზე, წარსულის მის განმცხოვრებას აგიხსნავს უკიდურესად ნეგატიურ კონტექსტში და შეიძლება იმდენად ნეგატიური იყოს, რომ თვითდანაშაულის განცდამდეც კი მივიდეს და თავისი განვლილი ცხოვრება შეაფასოს როგორც მთლიანად შეცდომების ერთი დიდი ჯაჭვი. რაც ზოგიერთ შემთხვევაში აჩენს ხოლმე სუიციდურ აზრებს და სუიციდი ალბათ არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ცუდი გართულება რაც შეიძლება განსაკუთრებით დეპრესიას მოყვას. დიახ. ურაცაღები უკიდურესად. ასევე მინდა სანამ ბიპოლარზე გადავალთ დეპრესიაზე ორი სიტყვით შევეხო კიდე რომ დეპრესია მარტო ანუ ის რომ სუბიექტურად სუდად გრძნობ და ვერ ვარ კარგად ეს არ არის მარტო მისი ნეგატიური მხარე დეპრესია არის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით ასე ვთქვათ შრომის უნარობის მხრივ მეორე ადგილზე ყველა დაავადებას
შორის, ანუ იმიტომ რომ შრომის უნარიანობაზე პირდაპირ ურტყავს, ანუ პირდაპირ და ამიტომ ცხოვრების განმავლობაში რო აღებს სტატისტიკურად ეს ინფორმაცია რო დამუშავდა, ანუ დეპრესია არის ყველაზე მეტად დროებითი შრომის უნარ შეზღუდულობის ან მუდმივი შეზღუდულობის ერთ-ერთი ყველაზე დიახ, გულსის ზართა დაავადებების შემდეგ ის არის მეორე ადგილზე ყველა დაავადებას შორის. რაც შეეხება ბიპოლარის ან მეორე პოლუსს, ხო, ანუ დეპრესიის საწინააღმდეგოდ ეს არის პირიქით. ანუ თუ დეპრესიის დროს ყველაფერი ქვეითდება, აქტივობა, ენერგია, გუნებგანწყობა, თვითშეფასება და ასე შემდეგ, მანიის დროს ეს ყველაფერი საპირისპიროდ იცვლება. ადამიანი ხდება ჰიპერაქტიული. ადამიანი ხდება ჰიპერაქტიული, არ იღლება, საუბრობს ბევრს, საუბრობს სწრაფად და ხშირად საუბრის ტემპი და ასოციაციები იმდენად არის აჩქარებული, რომ რაღაცა ერთ თემაზე ვერ ახდენს კონცენტრირებას და ასე ვთქვათ, დახტის სხვადასხვა თემიდან დაიწყებს ერთ თემაზე, მერე უცბად შეცვლის სხვა თემას და ასე შემდეგ. ძილი მკვეთრად მცირდება და ეს არის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა და ზოგჯერ საერთოდ არ ძინავთ, ან ზოგჯერ 2-3 საათი ძილიც კი მათთვის საკმარისია და მეც უბრალოდ ფიზიკურად ვერ იძინებენ. ამ დროს თვითშეფასება მკვეთრად იზრდება. ადამიანს ხშირ შემთხვევაში აქ უკვე თვითონ მანია გვქვია, ანუ მომატებას გუნებგანწყობის მანიის დროს ხდება შესაძლებლობების გადაფასება. ანუ მგონია რომ უფრო მეტი შეგიძლია, ან მეტი და მეტი შეგიძლია, ხო? ხო, ანუ ცდება უკვე ადეკვატურობის ფარგლებს. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ანუ წარმოსახვითი ხდება ასე ვთქვათ. დიახ, ანუ ჩვეულებრივ ჩვენ გუნებგანწყობა ბუნებრივად ისედაც იცვლება. ანუ ადამიანს რომელსაც არ აქვს არანაირი გუნებგანწყობის დარღვევა, ერთნაირ ხასიათზე ვერ იქნება ადამიანი და ჩვენი გუნებგანწყობა გარკვეულ საზღვრებში, მაგრამ ნორმის ფარგლებში იცვლება. ცოტა მეტად ხალისიანები ვართ, ან ცოტა მეტად მოწყენილები, ხო? ძირითადად ეს განპირობებულია გარემო ფაქტორებით და ზოგ შემთხვევაში შინაგანი ფაქტორებით. მაგრამ ბიპოლარის შემთხვევაში, ან მანიის შემთხვევაში და ბიპოლარის შემთხვევაში ეს ცვალებადობა არის უკვე რაღაცა საზღვრებს გაცდენილი და უკვე დაავადების სახით გამოვლინდება და ჩვენ როცა მანიაზე ვსაუბრობთ, ეს არ არის უბრალოდ კარგ ხალისზე ყოფნა, რაღაცა ოპტიმისტური ან რაღაცა აწეული თვითშეფასება, ეს არის ანუ უკვე კრიტიკულობის მიღმა, ანუ როდესაც ადამიანს უბრალოდ კი არ გონია რომ რაღაცა შეუძლია ძალიან კარგად გააკეთოს, არამედ გადაფასებულია და აბსოლუტურად რეალობას ცდება ეს შეფასება. აი რამდენად სწრაფად იცვლება ვთქვათ განწყობა. ხო. ეს არის კიდე საინტერესო. ეხლა მანიიდან დეპრესიამდე და პირიქით. ამაზეც გადავალთ, როცა ჩვენ განვიხილავთ ანუ ფორმებს. ეხლა კიდე რა მინდა რომ ვახსენო ამ მანიის ფარგლებში, ანუ დეპრესიის შემთხვევაში, როდესაც თქვით, რომ ორი ძირითადი, ანუ სუბიექტური დისკომფორტის გარდა არის ორი ძირითადი ფაქტორი, ეს არის სუბიექტური დისკომფორტი და შრომის უნარობა და მესამე თქვათ სუიციდის რისკი. მანიის შემთხვევაში სხვა რისკებია, იმიტომ რომ სუბიექტურად ამ დროს ადამიანი ყოველთვის თავს გრძნობს ძალიან კარგად და ხშირ შემთხვევაში განსაკუთრებით ეს ჰიპომანიას ეხება, როდესაც გამოდიან ხოლმე ამ მდგომარეობიდან და უბრუნდებიან ნორმალურ გუნებგანწყობას რაღაცნაირად არ მოწონთ, იმიტომ რომ ის ეიფორიულობა, ის ზედმეტი თვითდაჯერებულობა ასე შემდეგ, ანუ იმ მომენტში, მანიის მომენტში ადამიანში რაღაცნაირად ბრწყალებში პოზიტიურ განცდებს იწვევს და რაღაცა მათთვის სასიამოვნო შეგრძნებად რჩება. თუმცა მანიის რისკი არის ის, რომ აი ამ ზედმეტი თვითშეფასების, ზედმეტი ენერგიის გამო ამ დროს კიდე იზრდება ის, რომ ადამიანები აი სხვანაირად იცვავა, ეგესვით ზედმეტად მხიარულ ფერებში, ნათელ ფერებში, ასევე ძალიან იზრდება ფულის ხარჯვის სურვილი და ხშირ შემთხვევაში რამოდენიმე დღეა ხოლმე საკმარისი იმისათვის, რომ ადამიანებმა მაგალითად მთელი დანაზოგი დახარჯონ ან რაღაცა სარისკო ბიზნეს გადაწყვეტილებები მიიღონ და თავისი ფინანსები, ანუ სრულად ასე ვთქვათ, გაანიაონ, აი მანიის რისკები უკვე არის აქ. რომ ადამიანმა შეიძლება დაუშვას ისეთი შეცდომა, ჩაიდინოს ისეთი ქმედება, რომელიც მერე ამას მოყოს გამოუსწორებელი შედეგები. ანუ მანიის რისკები აქ არის. კიდე მანიის არსებობს ფორმა, როდესაც ეს ყველაფერი ხო ავახსენეთ, რომ მომატებულია, მხიარულია, რაღაცა, მაგრამ არსებობს მანიის ფორმები, როდესაც ადამიანი მხიარული კი არ არის, ანუ მომატებულია აქტივობა, ასოციაციების ტიპი, მაგრამ
შეიძლება იყოს აგრესიული და ანუ ამას უკვე დისფორია, დისფორია ესეთი დაძაბულობის ღელვის მომენტები შემოვიდეს მანიის დროს და აქ უკვე ჩდება რისკები იმის რომ იყოს აგრესიული ქმედება გამოავლინოს სხვა ადამიანების მიმართ და ბუნებრივია სოციალურ კონტექსტში ესეც ძალიან სერიოზულ შედეგამდე შეიძლება მოვიდეს. ეხლა ეს რო განმარტოთ რა იყო დეპრესია და რა იყო მანია. მანიას აქ ორი ასე ვთქვათ დონე. ეს არის ჰიპომანია და ეს არის მანია. იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ბიპოლარზე ვსაუბრობთ, ამაზეც ინფორმირებულია ჩვენი მაყურებელი, რომ არსებობს ბიპოლარ 1 და ბიპოლარ 2 და ალბათ კარგი იქნება თუ განუმარტავთ რა განსხვავებაა ამ ორ ბიპოლარული აშლილობის ფორმას შორის. ეს არის ერთ შემთხვევაში ბიპოლარ 1 შემთხვევაში არის კლასიკური მანია და მეორე შემთხვევაში ეს არის მანიის შედარებით ნაკლები გამოხატულება, თუმცა ისიც ასე ვთქვათ პათოლოგიის და ავადმყოფობის რეგისტრში. ეს არის ჰიპომანია. ანუ ჰიპომანიის დროსაც დარღვეულია კრიტიკულობა, იქაც არის ყველა ის ნიშანი და სიმპტომი, რაც მანიას ახასიათებს, უბრალოდ შედარებით ნაკლები რეგისტრით. ანუ კრიტიკულობის მომენტი და დეკომპენსაციის მომენტი არის შედარებით ნაკლებად გამოხატული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჯდება ნორმის ფარგლებში. ანუ ისიც არის პათოლოგიურად მომატებული, ისიც ნიშნავს, რომ ეს არის სიმპტომი და არა უბრალოდ ჩვენი გუნებგანწყობის ცვლილება, უბრალოდ დეკომპენსაცია არ არის ისეთი მნიშვნელოვანი და კრიტიკა ნაწილობრივ მაინც შენარჩუნებულია, რაც ბუნებრივია იმ რისკებზე, რაზეც ჩვენ საუბრობდით, შედარებით ნაკლებია ჰიპომანიის დროს. იმისათვის, რომ ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზი დაისვას, აუცილებელია ჰიპომანიის ან მანიის ეპიზოდის დაფიქსირება. ანუ ყველა თავისი კრიტერიუმებით და არავითარ შემთხვევაში სხვა ტიპის გუნებგანწყობის ცვლილებები და ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბროთ, არ ნიშნავს ბიპოლარულ აშლილობას. ანუ მხოლოდ დეპრესიული შეტევები არ ნიშნავს ბიპოლარს, ბიპოლარისთვის აუცილებელი არ იყოს მანიის ერთი მაინც ან ჰიპომანიის ერთი მაინც ფაზა. წინააღმდეგ შემთხვევაში ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზი არ ისმევა, მაგრამ ამავე დროს ხშირად ამიტომაც ეშლებათ ხოლმე და აი თვით დიაგნოსტიკას ეწევიან და ამით ასკვნიან რომ მე ვარ ბიპოლარი. შეიძლება აი მუცვინგები ეგრეთ წოდებული ხასიათის სწრაფი ცვლილება შეიძლება ამან აფიქრებინოს ადამიანს რომ ის არის ბიპოლარი, რაც ასე შეიძლება დიაგნოსტიკის შემდეგ არ აღმოჩნდეს, ხო? ეს არ არის საკმარისი არგუმენტი იმისათვის, ხო, რომ საკუთარ თავს დავაჯეროთ რომ არის მტკიცებულება. აბსოლუტურად და ეს მე დიფერენცირება კარგად აუხსნათ ჩვენ მაყურებას, იმიტომ რომ ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან საინტერესოა. ამიტომ თუ არ არსებობს ზუსტი კრიტერიუმები და მტკიცებულება იმის რომ ადამიანს ქონდა მანია ან ჰიპომანია, ამ შემთხვევაში ბიპოლარულ აშლილობაზე ჩვენ არასდროს არ ვსაუბრობთ. და კიდე არის ესეთი ფორმა, ანუ ციკლოთიმია. როდესაც ციკლოთიმია იმით განსხვავდება ბიპოლარ 1-ისგან და 2-ისგან, რომ იმ შემთხვევაშიც არის ჰიპომანია, ანუ მანია არ უნდა იყოს, იმიტომ რომ მანიის შემთხვევაში ყოველთვის ეს არის ბიპოლარ 1 და ციკლოთიმიას ახასიათებს ის, რომ დეპრესიული ფაზა განსხვავებით ბიპოლარისგან შეიძლება იყოს შედარებით სუბუქი და ეგრეთ წოდებული დიდი დეპრესიის ეპიზოდი შეიძლება არ იყოს, ანუ იყოს ჰიპომანია და რაღაცა სუბუქი დეპრესია ან დეპრესიის მსგავსი მდგომარეობა. ეს არის კიდე ასე ვთქვათ ბიპოლარის განსხვავებული, ანუ გუნებგანწყობის აშლილობის განსხვავებული ვარიანტი, ისეც ორპოლუსიანი, რომელსაც ქვია ციკლოთიმია, სადაც გამოხატულებები როგორც მანიის, ანუ ჰიპომანია ამ შემთხვევაში, ასევე დეპრესიის არის გაცილებით უფრო სუბუქი ფორმებით გამოვლენილი. ეხლა რაც შეეხება დიფერენცირებას, რადგანაც ბიპოლარული აშლილობა გულისხმობს იმას, რომ როდესაც დაისმევა ეს დიაგნოზი, ეს არის სამუდამო დიაგნოზი, ანუ მისი გადახედვა რეალურად არ ხდება და თუ ის სწორად დაისვა დიაგნოზი, არასდროს ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზის გადახედვა არ ხდება. ეს თანდაყოლილია ბატონო. დიახ, ანუ ეს არის გენეტიკურად საკმაოდ მაღალ შეჭიდული დაავადება. ეს არ ნიშნავს, რომ თქვათ
აუცილებელია რომ ბიპოლარი კონდეს ზუსტად იგივე ანალოგიური დიაგნოზი, მაგრამ სხვადასხვა ტიპის გუნებგანწყობის აშლილობები, ანუ გუნებგანწყობის დარღვევის გენეტიკური მზაობა არსებობს და არა კონკრეტულად ბიპოლარის. ანუ შეიძლება ვთქვათ, შობილს ქონდეს მხოლოდ და მხოლოდ დეპრესიული აშლილობა, განმეორებადი ქრონიკული დეპრესიული დარღვევა და თქვათ მისი შთამომავლობის შემთხვევაში ეს გამოვლინდეს ბიპოლარული აშლილობით. ანუ ანალოგიური დიაგნოზი არ არის. აქ არის გუნებგანწყობის ქრონიკული დარღვევების, ანუ გენეტიკურ პრედისპოზიციაზე, ანუ წინასწარ-განწყობას, დიახ, წინასწარ-განწყობაზე საუბარი. ეხლა რაც შეეხება ცვალებადობას და დიფერენცირებას, ეს არის უმნიშვნელოვანესი და ყველაზე ხშირად შეცდომა ხდება ამ დროს. და დღეს ასევე ძალიან ესეთი გავრცელებულია მოსაზღვრე პერსონალოგიური აშლილობა, ეგრეთ წოდებული BPD, ანუ borderline personality, რომელიც ანუ ინგლისურადაც მაინც თქვათ, იმიტომ რომ ზოგისთვის მე უფრო ინგლისურად ხო ნაცნობია და ამიტომ ორენოვნად გავმარტეთ, ასე ვთქვათ, ეს არის უკვე ხასიათის პათოლოგია, ეს არ არის დაავადება, ანუ ეს არის პიროვნული აშლილობა, ოფიციალურად ასე კლასიფიცირდება ის, რომლისთვისაც ასევე დამახასიათებელია გუნებგანწყობის ცვლილება. და იმ შემთხვევაშიც ეს ცვლილება შეიძლება იყოს საკმაოდ მკვეთრი და ადამიანისთვის ანუ დისკომფორტის შემცველი, შემაწუხებელი და ანუ კარგად აღიქვამდეს ადამიანი, რომ მას გუნებგანწყობა ეცვლება. მაგრამ პირველ რიგში განსხვავებულია რეგისტრები. ანუ იქ შეიძლება გუნებგანწყობა ეგრეთ წოდებული მოსაზღვრე პერსონალოგიური აშლილობის დროს დაქვეითდეს ან მოიმატოს, მაგრამ არასდროს ის არ აღწევს კლინიკური დეპრესიის, ანუ დიდი დეპრესიის ან მანიის რეგისტრს. ასე მძაფრი არ არის, ანუ თავის საზღვრები აქვს და იმ საზღვრის ზემოთ არასდროს არ ადის. ეს პირველი. მეორე რაც ახასიათებს არის ის, რომ აი ამ მოსაზღვრე პერსონალოგიური აშლილობის ფარგლებში ეს ცვალებადობა ხდება როგორც წესი გარემო ფაქტორებთან არის დაკავშირებული. ანუ როდესაც აი ამ პიროვნული აშლილობით ადამიანს ექნება რაღაცა წინააღმდეგობა ცხოვრებისეული, შეიძლება ის იყოს სრულიად სუბიექტური და ჩვენ ობიექტურად ვერ აღვქვათ, რომ ეს არის სტრესი და პრობლემა, მაგრამ მისთვის სუბიექტურად ეს არის ამაზე რეაგირების, ასე ვთქვათ, სახე, იმიტომ რომ ჭარბი ემოციური რეაგირება დამახასიათებელია, ანუ მოსაზღვრე პერსონალოგიური აშლილობისათვის. თუმცა ეს ფაზები იმ შემთხვევაში არის გაცილებით უფრო ხანმოკლე, ანუ შეიძლება ეს გაგრძელდეს წუთები, საათები, თქვათ 1 დღე, 2 დღე, მაგრამ არავითარ შემთხვევაში თქვათ იქ არ გამოიხატება დეპრესია კლინიკური სახით, რომელსაც ელემენტარულად საჭიროა რომ 2 კვირაზე მეტი იყოს გუნებგანწყობა დაქვეითებული. ჩვენ ვილაპარაკეთ გენეტიკურ პრედისპოზიციაზე, ხო? ამ შემთხვევაში, ანუ გენეტიკურად ხშირ შემთხვევაში ბიპოლარული აშლილობა არის გენეტიკურად წინასწარ განწყობილი. ბავშვებში რამდენად შეიძლება შევხვდეთ ბიპოლარულ აშლილობას? ეს არის საინტერესო. ხო. კითხვა კარგია, ძალიან კარგი კითხვა, იმიტომ რომ აქ უკვე ჩვენ უნდა ვისაუბროთ, ანუ კომორბიდობაზე, ანუ თანაარსებობაზე სხვადასხვა დაავადებებთან, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში მაგალითად შეიძლება ბავშვს კონდეს ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის აშლილობა, ესეც რომ ინგლისური აკრონიმი ვთქვათ ADHD, იმიტომ რომ ზოგი ადამიანი ინგლისურად უფრო ვიცით, ასეთი სახელი იცნობს და შესაძლებელია რომ ძალიან ხშირად კომორბიდულია ეს დაავადება და შეიძლება რაღაც ასაკამდე, იმიტომ რომ ბიპოლარული აშლილობა არასდროს ბავშვობაში არ ვლინდება და ის კლინიკურად ვერ მანიფესტირდება, უკვე გარდატეხის ასაკიდან შესაძლებელია რომ ეს გამოვლინდეს. ამიტომ შესაძლებელია რომ უძღოდეს, თუმცა ეს ინფორმაციაც უნდა აუხსნათ, რომ ის რომ შეიძლება თანაარსებობდეს ეს ორი დაავადება, ეს არნიშნავს იმას, რომ მეორე დაავადება რო გვაქვს, რისკი ძალიან მაღალია, რომ მაგალითად ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის პრობლემა თუ აქვს ბავშვს, ამაზე წინასწარ ინერვიულოს ოჯახის წევრმა ამ მშობელმა რომ აი რისკია ბიპოლარის, ხო? არ არის ბიპოლარს სჭირდება ძალიან მკვეთრი ზუსტი შეფასება კონკრეტული სიმპტომის და მდგომარეობის გამომდინარე, რომ ამ დაავადებაზე ვისაუბროთ. ასევე ბიპოლარული აშლილობა მსგავსი სიმპტომები შეიძლება შეხვდეს
ისეთი თქვა სომატური ფიზიკური დაავადებების დროს ეს არის ენდოკრინოლოგიური დაავადება, კუშინგის სინდრომი, რომელიც აი ჩვენ გლიკოკორტიკოსტეროიდებს რო ვეძახით, ანუ ჩვენ ვილაპარაკეთ წინა ეთერში. ანუ ამის ჭარბი გამომუშავებით ხასიათდება და კუშინგის სინდრომის დროსაც და კიდე არის ერთ-ერთი ნევროლოგიური დაავადება, ეს არის განფანტული სკლეროზი, ძალიან ხშირად შეიძლება მოქცეს ბიპოლარული აშლილობის იდენტური სიმპტომატიკა და მდგომარეობები, რაც ასევე საჭიროებს ანუ ძალიან კარგ დიფერენცირებას, რომ ძირითადი ფიზიკური ან ნევროლოგიური დიაგნოზი ამ შემთხვევაში არ გამოგვცეს. აი ტრიგერი შეიძლება დასჭირდეს თუ არა, ვთქვათ, აი უჩვეულებრივ ადამიანს ხო რამ შეიძლება გამოიწვიოს, ანუ ან მანია, ან პირიქით დეპრესია, ეს ფაზები. ამას ჭირდება თუ არა რაიმე ბიძგი, ვთქვათ, და ბიძგის გარეშე შეიძლება თუ არა დაიწყოს ეს ფაზა, ხო, რომელიც მოვინიშნოთ ერთი გადაცემა იმისათვის, რომ მე კარგად განსაზღვროთ რა არის მიზეზი და რა არის ტრიგერი, ანუ მაპროვოცირებელი ფაქტორი, იმიტომ რომ ამ ორ შორის ძალიან დიდი სხვაობაა და ეს საჭიროებს ძალიან დეტალურ და კარგ ახსნას, ანუ საზოგადოებისთვის, რომ აი სწორი შეფასებები მივიცოთ ხოლმე. დიახ, საჭიროა, ხშირ შემთხვევაში ბიპოლარული აშლილობა იწყება და უმეტეს შემთხვევაში იწყება ყველანაირი, ასე ვთქვათ, მაპროვოცირებელი ფაქტორის გარეშე, მაგრამ ასევე ხშირ შემთხვევაში შესაძლებელი იყოს ეს მაპროვოცირებელი ფაქტორი და კონკრეტულად ბიპოლარის შემთხვევაში არა მარტო სტრესი არის, ანუ ფსიქოლოგიური სტრესი არის ეს ფაქტორი, არამედ ძალიან დიდი წვლილი აქვს ამ შემთხვევაში ნარკოტიკებს და ალკოჰოლს. ანუ ძალიან ხშირად აღმოცენდება ნარკოტიკების, ანუ ნარკოტიკები და ალკოჰოლის მოხმარება წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მაპროვოცირებელ ფაქტორს, ანუ ძლიერი რისკ ფაქტორია იმისათვის, რომ ბიპოლარული აშლილობა აღმოცენდეს და კიდე რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბიპოლარის დროს, თვითონ ამ დაავადებას ახასიათებს თავისთავად ან ჩვენ ხო საუბრობთ, რომ თქვა ალკოჰოლის ჭარბად მოხმარება, ნარკოტიკის ხდება მაპროვოცირებელმა, თვითონ დაავადების განვითარების შემთხვევაში ასევე ძალიან მაღალია რისკი იმის, რომ ადამიანს ჩამოუყალიბდეს მეორადად უკვე დამოკიდებულება, ანუ ალკოჰოლ დამოკიდებულება, ან ნარკოტიკ დამოკიდებულება და მე ესე რაღაცა მანკიერი იკვრება, როდესაც დაავადება იწვევს დამოკიდებულებას და დამოკიდებულება თავისთავად დაავადების მიმდინარეობას ამძიმებს. ბატონ გუგა, აი ხანგრძლივობა რა არის, თქვათ ეს თუ შეიძლება განისაზღვროს მაგალითად დეპრესიული პერიოდის და მანიის პერიოდის? ხო. ჩვენ რამდენადაც ხშირ შემთხვევაში ბიპოლარის აშლილობის დიაგნოზის დასმა არის ძალიან ადვილი, იმიტომ რომ თქვით, რომ თუ არის იპომანია ან მანია, ეს გარდაულად ნიშნავს, რომ რომელიღაცა ფორმა ბიპოლარის არის, იმდენად რთულია მისი პროგნოზირება და უამრავი ვარიაცია არსებობს ამ დაავადების, ანუ იმდენაირი ვარიაცია არსებობს, რომ ანუ შეიძლება ჩვენ ფანტაზიაც არ გვეყოს, იმიტომ რომ ყველანაირი ტიპით წავიდეს შეიძლება ეს დაავადება, ანუ მთავარი კრიტერიუმი არის, ანუ როგორც ვთქვით, მანიის და დეპრესიის არსებობა, თუმცა ბიპოლარეთის შემთხვევაში კიდევ რომ ერთხელ კარგად განმარტოთ, შეიძლება ერთჯერადი მანია იყოს, ეს ცხოვრებაში ადამიანს ქონდეს ერთხელ მანიის ეპიზოდი. მაგრამ არა. დაისვას ბიპოლარული აშლილობა. და არასდროს მას აღარ გაუმეოროს აღარც მანიამ და არ დაემართოს არასდროს დეპრესია. მაინც ითვლება, რომ მას აქვს ბიპოლარული აშლილობა, უბრალოდ ითვლება, რომ აი გავიდა 10 წელი და არ ქონია არანაირი შეტევა. ითვლება, რომ ეს დაავადება მაინც არის და ეს არის ქრონიკული გარდაულად, უბრალოდ ივარაუდება, რომ ჯერ გავიდა 10 წელი და ჯერ ისევ განმეორებით შეტევა არ ყოფილა. გამოვლინება რა. ეს როდის განმეორდება, არავინ არ იცის. როგორც წესი, ეს მეორდება სეზონურად, ანუ ყველაზე ხშირი ფორმა ეს არის სეზონურად, დაახლოებით წელიწადში ერთხელ ან ორჯერ, იმიტომ რომ არსებობს წელიწადის სეზონური რისკ პერიოდები, ეს არის გვიანი შემოდგომა და ადრეული გაზაფხული, როცა ყველაზე სტატისტიკურად ხშირად გამოდის. მაგრამ ემოციური ფონების მომატებულია, აი ადრეულ გაზაფხულზე ყოველთვის. დაკვირვება როგორ ხდება და დიაგნოსტირება, ესეც საინტერესოა. დიაგნოსტირება თქვით არის მანისეპირება, ხო. მკურნალობაც. ხო. და მკურნალობაც საინტერესოა. და არსებობს ფორმები, როდესაც აი მაგალითად ქვია სწრაფად ციკლური ბიპოლარული აშლილობა, როდესაც
შესაძლებელია რომ ვთქვათ იყოს ერთკვირიანი ბანიის ეპიზოდი, მერე ვთქვათ ორკვირიანი დეპრესია, პირდაპირ ისე ბანია წავიდეს და ეს ძალიან იშვიათი ფორმაა, მაგრამ ანუ პრაქტიკაში ხდება ეს, როდესაც პრაქტიკულად უწყვეტად მანია დეპრესია და ის შუალედური ნორმალური გუნებგანწყობა შეიძლება საერთოდ არ შეხვდეს, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში არის ესე, ანუ მანია როგორც წესი გრძელდება დაახლოებით 1 კვირიდან რამოდენიმე დღიდან ყველაზე ხშირად გრძელდება მაქსიმუმ 1 თვემდე, თუმცა არსებობს ძალიან გახაგრძელებული ფორმები და დეპრესია როგორც წესი 2 კვირიდან რამოდენიმე თვემდე, უფრო ხშირად ეს არის ხოლმე 2-3 თვე, 6 თვეც, თუმცა მასზე ხანგრძლივი ფორმებიც არის. და როდესაც არის თქვა შეტევა, შეიძლება იყოს დეპრესია და მოყვეს პირდაპირ მანია, ან იყოს მანიის ფაზა, ან ჰიპომანიის და მოყვეს დეპრესია. და წამლები ამას არეგულირებს, ხო? დიახ, და მე მოდის ნათელი პერიოდი, როცა ადამიანს არც ერთი აქვს, არც მეორე და არის ჩვეულებრივად, არის მისი განწყობა, არის ის, რაც მისთვის არის მისი ნორმა და დამახასიათებელი. ხო, მართვა ყოველთვის წამლებით ხდება, მედიკამენტებით ხდება, აქ მხოლოდ და მხოლოდ ფსიქოთერაპიით მართვა თუ არ არის, ესე იგი ძალიან დაშორებული ფაზები, ანუ როგორც წეღავ თქვით 5 წელიწადში, 10 წელიწადში ერთხელ და თუ არის ასეთი ანამნეზი და სტიმულაციები, ნუ იქ შეიძლება კიდე რაღაცა ვიფიქროთ, მაგრამ თუ შეტევები მეორდება წელიწადში ერთხელ, წელიწადში ორჯერ ან უფრო ხშირად, ასეთ შემთხვევაში გარდაუვალია მედიკამენტოზური მკურნალობა. და ეს მუდმივად უნდა მთელი ცხოვრების განმავლობაში რომ ეს იყოს დასტაბილურებული. თორე თუ დადასტურდა ეს დაავადება, ეს გარდაულად ნიშნავს იმას, რომ ეს არის ქრონიკული დაავადება, ის საჭიროებს მუდმივ მთელი ცხოვრების განმავლობაში მკურნალობას, მაგრამ ამის არ უნდა შეგვეშინდეს, იმიტომ რომ დღევანდელი ფარმაკოლოგიური საშუალებები იძლევა იმის საშუალებას, რომ ბიპოლარის მართვა უსაფრთხოდ, კომფორტულად, რაღაც გამოკვეთილი ესთიგვერდითი ეფექტების და ცხოვრების პირიქით ცხოვრების ხარისხი უფრო გაუმჯობესებული იქნება, როცა დაავადებას მართვა. ძალიან მე მგონია რომ ხო, აი მე ამოვიცანი მაგალითად რომ ბიპოლარული აშლილობა არ მჭირს. ხო, სულ მეგონა რომ იყო და პირველად ხო საიდან გავიგე ამ დაავადების შესახებ. საიდან? ჰომლენდი როა სამშობლო მან ქონდა კერი მეტისონს. გამახსენდა, ხო, და იღებს მედიკამენტებს. და როცა არ იღებს, მე აი ბატონი გუგარაძეც საუბრობდა სხვადასხვა ფორმებიო, აი ერთ-ერთი ფორმის გამოვლინება იქ ძალიან ნათლად ჩანს. კი ბატონო. ხო, თუ მედიკამენტს არ მიღებს და იყო ხოლმე შემთხვევები, რომ ძალით არ იღებდა, იმიტომ რომ უფრო მეტად ის იყო რა ვქვა მოტივირებული და სულ აჯერებდა თავს, რომ უფრო მეტი და მეტი შეეძლო და მანდ იყო ხოლმე მე მთავარი ამბავი. მთავარია და ბატონმა გუგამ რეზიუმეს სახით ძალიან მნიშვნელოვანი რამ ახსენა, რომ ეს არ არის განაჩენი, არის მართვადი აბსოლუტურად დაავადება და მართალია მისი განკურნება სრულად არ შეიძლება, მაგრამ შეიძლება მისი მენეჯმენტი, ასე ვთქვათ, ხო? და ადამიანს შეუძლია მთელი ცხოვრების განმავლობაში თავი იგრძნოს სტაბილურად და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასე რომ მეგობრებო, თუ თქვენ გაქვთ, ვთქვათ, რაიმე ეჭვი, რომ ახლა ჩვენ გვისმენდით და რაიმე ეჭვი, რომ გაქვთ არა მხოლოდ ბიპოლარული. არა მხოლოდ ბიპოლარული, ასე დროს აუცილებლად უნდა მიმართოთ შესაბამის ექიმს, პროფესიონალს, რომელიც დაგიდებთ დასკვნას და გეტყვით, ესე ვთქვათ, დიაგნოზს და გეტყვით რა გჭირთ და როგორ შეიძლება და თქვენც ამოისუნთქეთ. მისი მართვა ან მკურნალობა. კი ბატონო და თქვენც მოგეშვებათ ეს